მოგესალმებით, ეს გადაცემა რატის ბლოგია, მე მისი წამყვანი რატი დოლიძე ვარ. ახლა მე და შოთა ჯოხაძე ჩამოვედით ზიარის ტბაზე, ვეცდებით დავიჭიროთ საზანი, დავასწარით სუყოლას ჩამოსვლა. ჩვენ ამასობაში ველოდებით ლეგიონერებს შემოგვიერთდებიან ცოტა ხანში და ჩვენ გვექნება საკმაოდ მრავალფეროვანი გადაცემა დღეს, რამოდენიმე მოქმედება გვექნება გადაცემაში. პირველი იქნება ჩვენი რა თქმა უნდა ფლაი და შემდგომში კიდე გადაცემის განმავლობაში იხილავთ თუ რითი ვეცდებით და როგორ და რას ვიზამთ თევზაობაში. უნდა ვაფეთქოთ ხო მე თუ ვერ დავიჭერთ. ას ახლა არტიბაზე უნდა გავაბოთ. მოკლედ ახლა დავიწყებთ ჩვენ ფლაით გაშორტვით თევზაობას საზანზე. გამოდით დიდი ცვალებადობა იყო, გზაში რომ მოდიოდით წვიმდა. როგორც ასეთი მოგეხსენებათ რომ ხშირი წნევის ცვალებადობა თევზს არ უყვარს, მაგრამ მაინც თელი ენთუზიაზმით და თელი მონდომებით მე და შოთა ვეცდებით დღეს რომ რამენაირად მოვახერხოთ და რომელიმე მაინც დავიჭიროთ დღეს საზანი. დავიჭერთ. რატი, ჩვენ ვცადეთ ეხა ფსკერზე და არ იღებდა. ეხა გავუკეთეთ ინდიკატორები იმისთვის, რომ არც ფსკერზე ჩავიდეს, არც ზედაპირზე არ იყოს. რაღაც კონკრეტული სიმაღლე მივეცთ. ეხა რო ჩააგდებ შენ სატყუარას. ცოტა ხანი აცალე 15-20 წამი, რომ ნელა-ნელა ჩავიდეს გარკვეულ სიმაღლეს. როცა ინდიკატორს გაუსწორდება და სიმაღლეს დააფიქსირებს, ძალიან ნელა-ნელა ამოძრავე მერე შნური შენკენ. აბა, ნახოთ ეხა რას იზავს. მინდა აღვნიშნო, რომ რამოდენიმე ჩარტყმა მქონდა, შოთა მოახერხა და აშაპი დაიჭირა. მე მქონდა ერთი კარგი ჩარტყმა, მაგრამ სამწუხაროდ პასიური არის ძალიან. ვერ მოახერხე ამოყვანა. მაგრამ დაველოდებით, ზომა ყოველთვის ექსპერიმენტი არის. ყოველთვის უნდა ჩაატარო პატარა ცდები, რომ რომელიღაცა გაგიმართლებს და აუცილებლად მოახერხებ და დაიჭერს. და სხვადასხვა სატყუარა, სხვადასხვა მეთოდები, ყველაფერი უნდა გამოვიყენო. სხვადასხვა ადგილი შეცვლა, იქნებ აქ არ უდგას ახლად მეზო ჩვენ უნდა რადგანაც ახლა ჯერჯერობით არ თევზაოთ, ტივტივით ან ფსკერული თევზაობით. აი, ამასობაში და შოთამაც პატარა დაიჭირა, მაგრამ შვენიერი არის. პატარა შუალედურზე იმუშავა სხვათა შორის და არის კარჩხანა. კარჩხანაა? ხო. აიღო ყვითელი ნიმფა. ესეთი პატარა კარჩხანა არის ორმუცელა, რომელმაც აიღო ყვითელი ფერის ნიმფა. შუალედურ სიმაღლეზე. მე არ ვიცოდი კარჩხანა თუ ჭამდა ესეთ რაღაცებს, მაგრამ ფაქტი არის რომ აიღო. სულ პატარაც რო იყოს, მაგრამ ჩვენ საერთო ფულაში უკვე ჩაწერილი არის, რომ შოთამ უკვე 2 ცალი თევზის ამოყვანა მოახერხა. ერთი ქაშაპი, ერთი კარჩხანა. არადობ თევზაობთ კარბზე და საზანზე. მაგრამ რას ვიზამთ? ჯერჯერობით მინდა აღვნიშნო აუცილებლად, შოთა დღეს ძალიან დაღლილი არის, გუშინ ძალიან დიდ გზაზე იყო წასული, თითქმის მთელი ღამის უძინარი. და დღეს ჩვენთან ერთად არის გუშინ გააკეთეს კეთილის საქმე და ამ აქციასაც პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით კეთილის საქმე ქვია. ლეგიონერების დახმარებით და კიდე ძალიან ბევრი კარგი ადამიანის დახმარებით ხდება ეს პროექტი. რამოდენიმე სადედე, კალმახი შოთამ მოიძია და გაუშვა ძალიან მაგარ ადგილზე. და შოთა უფრო დაწრულებით მოგვიყვება თუ რა და როგორ კეთილი საქმეები რო კეთდება, მე მხოლოდ მოხარული ვარ ამ ყველაფრის. კალმახის გამრავლების აქცია არის ამ პროექტს დავარქვით კეთილი საქმე.
ამ პროექტით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ დიდ სადედე ეგზემპლიარებს ვაგროვებთ, რომ ზამთარში გვინდა რომ გავამრავლოთ. ანუ მანქანით ხდება ტრანსპორტირება შოთაჩოლები. მანქანით ღვინის ბიდონი პრინციპში ახლა კალმახის გადასაყვანის სპეციალური ბიდონი ჩვენ არ გვაქვს, ეს ეკოსტარულად მოვაწყვეთ. ფიდერმენებმა გვათხოვეს ბიდონი, სხვადასხვა კლუბმა და მეთევზეებმა გვათხოვეს ჟანგბადის აირატორები, ყინულის ლურჯი რაღაც ბრიკეტები არის, რომელსაც ვყინავთ და ეტაპობრივად ბალონებში ვალაგებთ, რომ ტემპერატურა შევინარჩუნოთ ერთი და იგივე. უკვე 7 ცალი სადედე ყავს გადაყვანილი საჭირეში, მოწყობილ არხში, რომელსაც ყავს თავის დაცვა. თორე გვახსოვს შარშამ ყაზბეგში გაურკვეველ ვითარებაში დავკარგეთ 10 ცალი სადედე. ძალიან გული კი მწყდება, მაგრამ შარშან დაგეგმილი ქონდა, რომ გაგვეკეთებია ბუნებრივ პირობებში ქვირითობა, მაგრამ წელს უფრო ამბიციური გეგმა დავიწყეთ, იმიტომ რომ შარშან ზამთარში ექსპერიმენტალური მეთოდით მივიღეთ უკვე კალმახის პატარა ლიფსიტები, ხელოვნური განაყოფიერების გზით და დავძინოთ, რომ წითელწინწკლებიანი კალმახი არის. წითელწინწკლებიანი კალმახი. ქართული კალმახი, ღელის კალმახი ეგრეთ წოდებული. რომელიც წითელწიგში არის, რომელიც გადაშენების პირას არის, გვინდა რომ ჩვენი ქმედებით ხელი შეუწყოთ. გვინდა რომ ხალხმა მოგბაძოს. თან უნდა გავამრავლოთ და გავუშვათ, თან პლუს ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ეხლა ჩვენ თუ გავამრავლებთ და გავუშვებთ და ვიღაცა ამოიღებს და შეჭამს, ცოტა უხერხული მომენტი ჩამოყალიბდება. მით უმეტესო კანონით აკრძალული არის. რეკრეაციული თევზჭერა ახალი კანონი, რომელიც წელს შემოვიდა ძალაში, ის მართალია ისახავს მიზნად, რომ შესაძლებელი არის თევზაობა კალმახზე, მაგრამ მხოლოდ კაცრი წესებით, მხოლოდ დაიჭირე გაუშვის პრინციპით. კატეგორიულად აკრძალული არის კალმახის ბუნებიდან ამოღება, იმიტომ რომ პოპულაცია არის ძალიან დაბალი. მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრს ეს არ ესმის უბრალოდ და სხვათა შორის რატი ამას წინათ იყო ლაპარაკი, რომ როგორ არისო პოპულაცია დაბალიო, მდინარეში რო გადიხარ ერთი 10 წელს კალმახს მაინც იჭერო. ნუ გულისხმობს რაღაც კაველი, ალბათ 15-18 სანტიმეტრი. 15-18 სანტიმეტრი, თუნდაც 20 სანტიმეტრი პოპულაციას არ ნიშნავს. ეგ არის სწორად დაბალი პოპულაცია. მაღალი პოპულაცია ან საშუალო პოპულაცია ნიშნავს 25, 30, 35, 40 სანტიმეტრის ზომების მასიურობას. ანუ როცა ჩვენ ვითევზავთ და ასეთ ზომებს სისტემატურად დავიჭერთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოპულაცია ნელა-ნელა წინ იწევათ. შოთა უკვე მე როგორც ვიცი, რამოდენიმეჯერ მოხდა უკვე სადედეების გადაყვანა, მე ერთხელ ვიცი რომ უკვე გადაიყვანე 2 ცალი სადედე. 2 ცალი სადედე გადავიყვანეთ ტესტისთვის, იმისათვის რომ გაგვეტესტა ჩვენი თავი როგორ შეძლებდით. ცოტა შორი გზა არის, დაახლოებით 6-7 საათი გვიწევდა ტრანსპორტირება და ამისათვის ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცა მეთოდი, რომელიც მოვიკითხეთ, ბევრ ადამიანს შევეკითხეთ და ოპტიმალური ვარიანტი კი გავაკეთეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთდროულად ყველა კალმახის წაყვანა ცოტა შეგვეშინდა, რადგანაც არ ვიცოდით გზას როგორ გადაიტანენ ამხილა გზას. ხა უკვე ვიცით. პირველ ეტაპზე გადავიყვანეთ 2 ცალი, კილო 600 და 200 და შემდეგ ეტაპზე გუშინ გადავიყვანეთ უკვე 5 ცალი. 3 მამალი, 2 დედალი. ეხა უკვე ყავს 7 ცალი, ასე რომ კიდე რამოდენიმეჯერ გადავიყვანთ. გეგმავთ, რომ დაახლოებით 15-მდე გავზარდოთ. შესაძლებელი არის მეტიც. ბუნებარის საშუალებასაც მოგცემს. გვინდა რომ ზამთარში ხელით გავანაყოფიეროთ, ქვირით წამოვზარდოთ ლიფსიტებად დაახლოებით სადღაც 3-დან 5 გრამამდე, რომელიც უკვე თევზი არის, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად მდინარეში ცხოვრებას და უკვე ნელა-ნელა დავიწყებთ დაცული მდინარეები, სადაც ბრაკონიერები ვერ თარეშობენ მარტივად, ისეთ სოფლებში, სადაც თვითონ სოფელი იცავს მდინარეებს, ისეთ ადგილებში, სადაც თვითონ მოსახლეობა ურთხილდება, მეტნაკლებად ასეთი ადგილები ვიცით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ასეთ ადგილების გათევზიანებას დავიწყებ. ეს არის მართლაც უდიდესი საქმე არის. ამასობაში მე მგონი წაღებული ქონდა და ვერ მოვასწარე. ჩემთანაც იყო მისული, მაგრამ პატარები არის. პატარები არის. მაგრამ ამასობაში მინდა დავძინო, რომ მე იმედი მაქვს, როგორც ახლა ხდება ჩვეულებრივად თევზაობა, არც აიქნება თუ სხვა სახეობის თევზი, რომელიც თვითონ ნუსხაში არ არის, სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადში იმედია და ვიხილავთ, რომ ჩვეულებრივად შევძლებთ. რა თქმა უნდა, თავისი ზომების დაცვით, წითელწიწკლებიან კალმახზე თევზაობას და შოთაც ზუსტად მაგას რომ გამრავლდეს და იმრავლოს ამ თევზმა. თან ეს პროექტი რატი არ ვიცი თუ არა არის ხალხის დახმარებით.
მეთევზეების დახმარებით. ისეთი ხალხი, როგორიც სხვადასხვა კლუბები არის, მეთევზეები, რომელსაც გული შეტკივა, ისეთი ხალხი, რომელიც საერთოდ არ ეხება თენგო ბინიაშვილი სულ არ თევზაობს კალმახზე, მაგრამ პროექტს ეხმარება. ლეგიონერები სულ არ თევზაობენ კალმახზე, მაგრამ პროექტს ეხმარებიან. რაც უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება, მით უფრო მასშტაბური გახდება და მით უფრო მალე ეშველება ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, ისე და ისე ხალხის დახმარებით თუ მოხდება და ძალიან მიხარია, რომ ეგეთი ადამიანები არსებობენ. ესეთ კარგ პროექტს რომ ხალხს უჭერენ. მადლობას ვეტყვი მე ლეგიონერებს და სულ ყველა თენგო ბინიაშვილს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი მეც რომ აი თლიანად ეს მარტო fly fisher-ების გულის ტკივილი არ არის, ეს თლიანად ქართველი ერის ტკივილია და აი შოთა სამწუხარო ძალიან ბევრმა ქართველმა ვერ შეისწრებს ხორცა, რომ არ შეიძლება ამ კალმახის აი როგორც ამოღების მიზნად თევზაობა და აი ნამდვილად ეხა კალმახის ხორცს რა ჯობია, მეხორცეობა ხო არ არის ხო, უნდა დაუფიქსდეთ. სხვათა შორის რატი, რამოდენიმეჯერ ვთქვი, მაგრამ ცისარტყელა კალმახი, რომელიც ველურ პირობებში არის გაზრდილი, ანუ ცივ წყალში და საკვები კარგია. ბევრად გემრიელი არის წითელი წიწკლებიანს ეხლა. ვიღაცა შეუძლია არ დაიჯეროს, არ დაითანხმოს ამას, მაგრამ რეალურად ასე არის ნამდვილად. არჩევანი გვაქვს. თუ ვიღაცას უნდა რომ ადამიანს წითელი წიწკლები ქონდეს, პერმანენტული ფლომასტერი დაწინწკლოს, ბოლო-ბოლო აღარ მოცილდება წყალში და ეგეც შენ წითელ წიწკლებიან. კიდე სამომავლოდ იგეგმება შოთა ეგეთი რაღაცა? კი, გეგმავთ კიდე სადიდოების გადაყვანა გვინდა. იმიტომ რომ ეხა ჩვენ როგორ ვაკეთებთ? გვინდა რომ ნახევარი იყოს აღმოსავლეთის გენის კალმახი. ის კალმახი, რომელიც აღმოსავლეთში იქნება გასაშოვი. კასპიის აუზის დინარეებში. გვინდა ასევე შავი ზღვის დინარეებიდანაც ამოვიღოთ სადიდოები. დასავლეთში შავი ზღვის აუზის დინარეებში უნდა გაუშვათ დასავლეთის გენეტიკის კალმახი. ასე არის სწორი. არის მესამე გენომიც, რომელიც დინარე თერგს ეკუთვნის. თითქოს სხვანაირი რაღაცა ცვლილება აქვს, მაგრამ რეალურად მე არ ვიცი ხა რა დარღვევა შეიძლება რომ ჩაითვალოს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთის კალმახი და დასავლეთში გაუშვა არაფერი არ მოხდება, მაგრამ ახლა ზოგი იხტიოლოგი ამას ამტკიცებს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ, ჩვენს ასე ვიქცევით ზუსტად. კარგი, ახლა ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენს თევზაობას ზიარის ტბაზე. წვრილი თევზი არის აქტიური. როგორც ჩანს, დიდი თევზი ქვირითობს, ახლა უკვე ქვირითობის პერიოდი არის და საკმაოდ რთული. დასაჭერი იქნება დიდი ეგზემპლი არის, მაგრამ კილოიანი, კილონახევრიანი 2 კილომდე თავისუფლად უნდა მოვახერხოთ, რომ ამოვიყვანოთ. მაგრამ გამეურდები სამწუხაროდ ძალიან დიდი ცვალებადობა იყო ამინდის და ალბათ უფრო დიდი მონდომებით უნდა შევუდგეთ, რომ დღეს ჩვენ ფლაიზე დავიჭიროთ ჩვენი საზანი. მე რასაც ვაკვირდები ხა ირგვლივ არავინ ვერავის ვერ იჭერს. ასე რომ ვერც ტივტივით იჭერენ და ვერც ფსკერულით. მე მგონი მარტო ჩვენ არა ვართ. ესეც ჩემი რაღაც პატარა არის თუ რა ჭირს? კარჩხანას გავს მე. კარჩხანა არის. ეს კარჩხანა რაღაც სულ აქტიური არ არის კარჩხანა. თუ კარჩხანა. საზანი. საზანი. კარგია. საზანი მომწონს. შევასრულე ჩემი გეგმა და ერთი პატარა საზანჩიკის ამოყვანა მოვახერხე. კარგია, კარგია. ეხა უკვე შენ მოჯობე. აი ჩვენი პატარა საზანჩიკი. აბა, წათი. გაცუმცულდი, გაიზარდე, უგაკითხო. აჰა, შევასრულე გეგმა? ბატონო. საჩოთ. საჩოთ. ესეც პატარა, მაგრამ როგორი სატრაბახო მაქვს, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფლაითი დავიჭირე საზანი. ძალიან მაგარი არის. წითელი ჭიის იმიტაცია გაქვს ხო შენ? ესე იგი ცოტა აქტიურად რო გამოვატარე, არც ერთხელ არ მოახდინა ჩარტყმა და როგორც კი ნელა წამოვიღე, ძალიან ნელა ნელზე იმწამსვე მოხდა და ჩაარტყა კიდეც. კარგია, მეც ხო არ გამოცვალოთ თქვენ ხო ფიქრობ, მაგრამ გონი ჯობია რომ გამოცვალოთ.
გამიქცა. დასიურობს. აი როგორც კი პატარაზე დავიწყე მოძრაობა, იმ წამს მოახდინა თავდას ხმად თევზის. აი ჩვენ ლეგიონერების მოვიდნენ ამასობაში. კარგად, შენ როგორ ახარ? ახლა ძალიან კარგი ჩარტყმა მქონდა. ხელზე ვიგრძენი, კარგი ზომის თევზი იყო. უბრალოდ ვერ მოვხდინე ამოყვანა სამწუხაროდ. ძალიან რთული არის გაშოლტვით თევზაობა, მით უმეტეს ტბის პირობებში, ტბაზე, მაგრამ აქაც ვახერხებთ დავიჭირეთ რამოდენიმე. ძალიან დიდი სიამოვნებაა ნამდვილად, როდესაც გაშოლტვით ახერხებ აქ საზმის დაჭერას. მხოლოდ ერთი საზმის დაჭერა მოვახერხეთ ახლა, მაგრამ გულს არ ვიტეხთ ნამდვილად და იმედი გვაქვს, რომ კიდე ერთს შევძლებთ და დავიჭერთ. უბრალოდ მარტო ამიტომ ღირს აქ ყოფნა, რომ აი ეს სილამაზე არის. მოკლედ გავაგრძელებთ ახლა თევზაობას, შოთამ ადგილი შეიცვალა. რამოდენიმე პატარა თევზი დაიჭირა. და როგორც ჩანს აქ უფრო აქტიური იყო კარჩხანა. გადაინაცვლა გვერდზე არის, არც უსის შორს არის გადასული. ესეთი პატარა საზანი ხედავთ. ჯერჯერობით მხოლოდ პატარა საზნების დაჭერას ვახერხებთ. აი ეს ჭის იმიტაცია მაქვს, რომელიც ყველაზე მეტად ამან გაამართლა რა მე როგორც უყურებ, მაგრამ ჯერჯერობით პატარები მოდის. ნუ ეცდებით ამაზე თუ არა და შემდგომში შევცვლით ალბათ იმიტაციას, მაგრამ მე მაინც რაღაც სურვილი მაქვს რომ ამაზე დავიჭირო თევზი, იმიტომ რომ გაამართლა საკმაოდ კარგად. ახლა ჩვენ ხედავთ შოთა არის შესული. უხზევით არის წყალის აქ დაბალზე არის, მაგრამ თევზი დაინახა შოთა, მოკლედ შევიდა და ხედავთ თუ როგორ ეპარება თევზს, როგორ ცდილობს რომ დაიჭიროს, აი ზუსტად მარჯვენა მხარეს არის, მე თვითონ ხედავ თევზი როგორ დადის და მოკლედ უკვე მიახლოებით 5 წუთის განმავლობაშიაც ცდილობს რომ რამენერად გამოიტყუოს თევზი და დაიჭიროს. მაინც მონადირული სიტუაცია არის სუფთა, შექმნილი, მიეპარა ჩუმად და ზუსტად იმ ადგილზე ურწყავს, მაგრამ ცოტა პატარა ჩეპე მოვიდა ახლა შოთას, მაგრამ გამოასწორა. იმედია თევზს არ დააუფრთხობდა ამასობაში. აი ესეთი ზომის კარჩხანა დავიჭირე. გველი დაესხა თავს, როგორც ჩანს ანკარა, წყალმცურავი და უბრალოდ ვერ მოახერხა თევზის მონადირება. შეიძლება პატარა ზომისაც იყოს, კბილებიდან გამომდინარე, როგორც არის ჩასობილი. არც თუ ისე პატარა იყო, მაგრამ კარასმა იუაშკაცა და გაუძვრა ყბიდან ჩვენს ანკარას. მოკლედ დავაბრუნებ ამას, იმიტომ რომ ამდენი უბრძოლია და ეხაც ცოდო არის. არ უნდა ამ დიდ თევზს მოსულა ამ ჩვენ ფლაიზე, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნება არის, მინდა გითხრათ. ფლაიზე ძალიან კარგად გრძნობთ, მით უმეტეს
თუ როგორი ძლიერი თევზი ყავს ზიარის ტბას, როგორ გებრძვის შვენიერი შეგრძნებაა ნამდვილად. აი შოთა უკვე გადავიდა კუნძულზე არის. შავი ხვის კუნძულზე არის შოთა და ცოტა ხანში გონი რობინზონ კრუზოც გახდება. მოკლედ იმ თევზს არანებებს თავს უნდა რომ დაიჭირეს რამენაირად. დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა იმ თევზს თუ როგორ დადიოდა იქ ნაპირზე. არანებებს თავს უზის და უზის უკვე რამდენი ხანია. ახლა გადმოვინაცვლე ლეგიონერებთან ერთად, აი, ჩვენი ლეგიონერები ანკეს აწყობენ. მოკლედ მინდა დავძინო აუცილებლად, რომ ნადირობის სეზონიდან გამომდინარე რომ არ არის, ბიჭები გადმოვიდნენ თევზაობაზე, უკვე მასიურად დაიწყეთ თევზაობა. ჩემი დამსახურებაა თუ უბრალოდ გიყვარდათ მანამდეც? რატის დამსახურება არის ძალიან ბევრი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. იმიტომ რომ რატი ერთი სხვანაირი ხალისი შემატა ჩვენს ნადირობასაც და თევზაობასაც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადამიანია და ძალიან მიყვარს მასთან ერთად ყველაფერი. მე ძალიან მიყვარს ჭამაც, კეიფიც, ნადირობაც ყველაფერი. გაიხედ. ახლა ჩვენ ვეცდებით სტანდარტული მეთოდით დავიჭიროთ საზანი ან კარჩხანა, რაც იქნება რომ ბრაკონიერობა. მოკლედ დავიწყეთ თევზაობა ტივტივით. სამწუხაროდ დღეს ძალიან ხშირი ცვალებადობა იყო წნევის, ამინდი შეიცვალა ძალიან ბევრჯერ და თქვენ წარმოიდგინეთ ზიარზეც ხდება ხოლმე ეგეთის რომ არ არის კარგი ჩარტყმები, ხშირი ჩარტყმები არ არის, მაგრამ მაინც ვახერხებთ და მაინც ვიჭერთ რამოდენიმე თევზს. ახლა სტანდარტული, როგორც წინაზე აღვნიშნე, სტანდარტული მეთოდით ვთევზაობ, ყველაზე მარტივი მეთოდით ვთევზაობ, როგორც არის მიღებული. ველოდები ჩარტყმებს თითქმის ყოველ მეორე წუთს უკვე ჩარტყმა არის, მაგრამ სამწუხაროდ კარჩხანები არის. მოვახერხეთ და დავიჭირეთ უკვე რაუნდენიმე კარჩხანაც. ქვირითობს ახლა საზანი და ნაქვირითალიც აქვს უკვე. შემიძლია თქვა და მიახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ესე ეძახიან მეთევზეები ავანტყოფობს თევზი და არ არის აქტიური. მხოლოდ რამოდენიმე თევზი, მამალი, მამრი შეიძლება მოვიდეს. მაგრამ ამით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასობაში აი ესეც ჩვენი თევზი. აბა რა გვყავს ახლა ვნახოთ. კარჩხანა. აი ესეთი ზომის კარჩხანა გვყავს ახლა ჩვენ წითელ ჭიაზე. აი ესეთი კარგი ზომის კარჩხანა მოვიდა ახლა ჩვენთან. ძალიან სპორტული თევზი არის, ძალიან კარგი მანერა აქვს. ტივტივის წაღების. და მოკლედ მოვახერხეთ და აი ესეთი ზომის პატარა საზიარო კარჩხანა დავიჭირეთ. ამინდზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ბუნებას ძალიან დიდი ძალა აქვს და ნამდვილად უძლური ხარ ხოლმე ხანდახან არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. რამდენადაც არ უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული. ვერაფერს ვერ იზამ თუ ბუნება ხელს არ შეგვიწყობს. ახლა თქვენ თვითონ ხედავთ, ქარი ამოვარდა უკვე. ყველანაირად სასწაული ამინდი არის. მეცინება კიდეც. როგორც დაგპირდით, დღევანდელი გადაცემა მრავალფეროვანი იქნება. ახლა გადავინაცვლეთ სპორტინგში. მე და ლევანე ელიზბარაშვილი და მთლიანად ლეგიონის საძმო მართლა, მაგრამ სამწუხაროდ მთლიანი ლეგიონი არ არის ეს ამოსული. მე ვხედავ რომ ოჯახებთან ერთად ხართ წამოსულები. ზოგადად ხელი შეგვიშალა იმან რომ ზოგი ბავშვები ექსკურსიაზე მიდიან, ზოგს თავის რაღაც პირადი საქმე ქონდა, მაგრამ მაქსიმალურად მობილიზაცია გავაკეთეთ რომ დღეს ერთი დღე ერთად ოჯახებთან ერთად გაგვეტარებინა და როგორც აღნიშნე, რატი მრავალფეროვანი ყოფილიყო ჩვენი დასვენების დღე, რაც გამოიხეტა თევზაობაში, დღეს ახლა როგორც ხედავთ ყველანი
ვარ და ოჯახური სპორტინგი გვაქვს, რაც გამოიხატება რომ ქალიან, დიდიან, პატარიანად ყველა ვესვრით მოძრავს ამიზდეს თეფშის სახით. და ვცდილობთ ყველას რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ დღევანდელი დღე. ახლა როგორ ნატილდებით? ახლა როგორ თვითონ 5-5-იანი. ახლა ვაპირებთ რომ ორ გუნდად გავიყოთ და კაი ოჯახური სპორტინგი გავაკეთოთ რესტორანზე. აჰა, გასაჭიროა. ესე იგი საკმაოდ კარგი სანადლეოა დადებული და ნამდვილად. სოლი ძალიან დიდი. უძლიერესი გაიმარჯვოთ. სოლი კი, უძლიერესი გაიმარჯვოთ. მაგალითად ისევ გავიმარჯვოთ. აუცილებლად. ქვეშა ვართ ლაბაო მე. მაგალითად ვიმარჯვებთ. ნიკო მიჩქარო, ნიკო. ახლა შოთა თავაზე ცდილობს შაკრით გატეხოს თეფში. ნახოთ რა სიზემს. ეს არა, ეს ადე ჯაკრა. ყველა ნერვიულო. კაცო გახლებეთ თავი. ოჩახ. თითოთხია. ეგრევე აცი. მოტეხა. მოხდა. ეგ არის თუ. ოდე. გელა. დაღო. დაი. ო! აი, დადი გურული გასროლა, ჩოხატა უ. დაი. მაგას თუ გაწეხავდი არ მეგონა, მაგრამ იმდენად წინ იყავი? დაი. ალადე. მოხდა რომელია გას? დაი. ალადე. დაგო. საჩავდო, ზემოთ თუ ქვემოთ? ქვევჩოთ. დაი. 5-დან 5. კარგია. შედგა დღევანდელი ჩვენი თევზაობაც სპორტინგით გამარჯვებულები გამოვლინდით. ყველაზე ძლიერები ვინც ვართ. კი ბატონო ხარ. მაგრამ თავარია მეგობრობამ გაიმარჯვა და ჩვენ დაგემშვიდობებით. ხასლამა.